გადაშენებული ფრინველებისა და ცხოველების დაბრუნება, აღდგენა და დედამიწაზე მათი გამოჩენა. ეს არის ის მიზანი, რომელსაც ემსახურება Colossal Biosciences, ძალიან საინტერესო სტარტაპი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პროდუქტს ქმნის ბაზარზე. ეს პროდუქტი თავისი არსით არის გენური ინჟინერიის განშტოება და მათი მიზანი არის საწყის ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, სანამ კომერციალიზაციას დაიწყებენ ამ იდეისა, გადაშენებული ფრინველებისა და ცხოველების აღდგენა. რამდენიმე თვის წინ მათ აღადგინეს, ვიცით, საზარელი მგელი. ცხადია, ეს ზუსტად ის საზარელი მგელი არ არის, რომელიც ერთ დროს დედამიწაზე იყო, მაგრამ მასთან ყველაზე ახლოს მყოფი გენეტიკურად წარმოდგენილი არსება ამჟამად დედამიწაზე და დაახლოებით ზუსტად იგივე რამეს გეგმავს ეს სტარტაპი კიდევ ერთ საინტერესო არსებასთან დაკავშირებით, რომელიც არის დოდო. ეს არის გადაშენებული ფრინველი, რომელიც მე-17 საუკუნეში საბოლოოდ გაქრა დედამიწიდან და ის მხოლოდ და მხოლოდ მავრიკში იყო წარმოდგენილი. ამას აქვს ძალიან საინტერესო ისტორიული ახსნა. და რეალურად დოდოს ისტორია იწყება იმ ტრედებით, რომლებიც ერთ დროს მიფრინავდნენ რაღაც კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ გადაწყვიტეს მავრიკში დარჩენა და მავრიკი აღმოჩნდა ისეთი ადგილი, სადაც საკვები იყო წარმოდგენილი ჭარბად და არ იყო მტრედისათვის არანაირი სახის გამოწვევა, არ იყო არც მტაცებელი და არ იყო არც კონკურენტი. შესაბამისად, ის მტრედები თავის დროზე მავრიკში დარჩნენ და იმიტომ რომ მათ აღარ სჭირდებოდათ არც გადაადგილება, არც ფრენა და არც საკვებისათვის ბრძოლა, გაიზარდნენ ზომაში და გარკვეულწილად დაემსგავსდნენ თანამედროვე ქათმებს ან ინდაურებს. აი ეს არის დაახლოებით ის ისტორია, რომელიც გამოიარა დოდომ, მაგრამ როგორც კი ამ კუნძულზე ფეხი დადგეს კოლონიზატორებმა, ადამიანებმა და თან იქ წაიყოლეს ზაღლები და სხვადასხვა სახის ცხოველები, ფრინველები, მათ შორის მტაცებელი ფრინველები, იქვე დასრულდა დოდოს ამბავი, ვინაიდან ეს ფრინველი არ იყო არაფრისათვის მზად, არც მტაცებლისთვის და არც კონკურენტისთვის, ხოლო ადამიანებმა ეკოსისტემა გახსნეს და ამ კონკურენციას შეეწირა დოდო. მოკლედ, Colossals უნდა დოდოს დაბრუნება, რადგანაც საინტერესოდ გამოიყურება ეს ფრინველი და ბევრი ადამიანისათვის, ბევრი ზოოლოგისთვის ან თუნდაც ზოგადად ბუნებით დაინტერესებული პიროვნებისათვის ეს ფრინველი არის ძალიან საინტერესო შემთხვევა, რადგანაც მისი ნახვა შეუძლებელი იყო დედამიწის ნებისმიერ სხვა წერტილში, მხოლოდ ერთ ადგილას იყო და მისი აღდგენა ძალიან ამბიციური მიზანია. ხოლო ამ მიზნის მიღწევას კოლოსალი გეგმავს მტრედის დნმ-დან ახალი მუტანტი დენის შექმნით, რომელშიც დნმ-ში იქნება შეყვანილი კორექციები, 100,000-ობით კორექციაზეა საუბარი და მარტივად რომ ვთქვათ, დოდოს გენეტიკური კოდი იქნება დაწერილი ხელით და შემდეგ უკვე ეს ნაყოფი განვითარებული იქნება ალბათ სუროგატი ქათმის სხეულში, საიდანაც საბოლოოდ წესით უნდა მივიღოთ ის, რაც შეიძლება იქნეს ახალი დოდო. ამას ალბათ 5-7 წელიწადი დაჭირდება საბოლოო ჯამში შედეგამდე მისვლას, მაგრამ 5-7 წელიწადი არის ძალიან მოკლე დრო, რადგანაც შეიძლებოდა ამას დასჭირდებოდა 20 წელი ან 100 წელი, თუმცა ეს სტარტაპი ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ აქ ცხადია კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი აპირებენ დოდოს დაბრუნებას, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ის დოდო, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, არ იქნება კონკრეტულად ის დოდო, რომელიც გადაშენდა, ვინაიდან მისი გენი არის ფაქტობრივად დაკარგული, შესაბამისად, აქ საუბარი გვაქვს რეპლიკაციაზე, მსგავსი ახალი არსების შექმნაზე, რომლისთვისაც სავარაუდოდ მეცნიერებს მოუწევთ ახალი სახელი შექმნაც კი, ისევე როგორც ამაზე დებატი მიმდინარეობს საზარელ მგელთან მიმართებით, რადგან ეს არ არის. ხო, არის თუ არა ეს ახალი სახეობა, სჭირდება თუ არა მას საერთოდ ახალი აღწერა, დასახელება და მათ შორის გენეტიკური კოდის აღრიცხვა, თუ არის ეს ის მგელი, რომელიც ადრე იყო. ვინაიდან ვიცით, რომ ეს ის მგელი არ არის, ეს არის თანამედროვე მგლის შთამომავალი, რომლის გენიც ისე შეცვალეს, რომ დამსგავსებოდა ორიგინალს. აი ასეთ გენეტიკურ მუტაციაზე გვაქვს აქ საუბარი, მაგრამ ჯამში დიდი ვარაუდით მივიღებთ ორიგინალ დოდოსთან ძალიან მიახლოებულ ახალ არსებას, რომელსაც წესით ახალი სახელი დასჭირდება და თავად აქვე ამ ტექნოლოგიის მიზანზეც უნდა ვისაუბროთ. მოკლედ, Colossals უნდა ბუნების გადარჩენა, რადგანაც სხვა იდეით უბრალოდ ასე სტარტაპს არავინ არ შექმნიდა და მისი მიზანი გადის მარტივად რომ ვთქვათ, 10 უკვე გადაშენებული ცხოველების აღდგენაზე და კიდევ იმ საინტერესო არსებებისა, სცენარეებისა თუ ცხოველების
ცხოვრების შენარჩუნებაზე, რომელთაც უჭირთ გადარჩენა, უჭირთ ასე ვთქვათ, ტერიტორიის მოპოვება და მათ შეიძლება წითელწიგში არიან და ზოგიერთი მათგანი ექსტრემალურად იშვიათი ცხოველების სიაშიც კი არის, ვიცით, რამდენიმე ვეფხვია ასეთი, რამდენიმე ლომია, დათვია მათ შორის, რომლებიც შეიძლება ერთეულებამდეც კი დავიყვანოთ და მეცნიერებმა მათ კონკრეტული ეგზემპლარების სახელებიც კი იციან. აი მათ გადარჩენაზე აქვს საუბარი, ანუ ზოგიერთი ცხოველი მოგახსენებათ იმ დროს წყვეტს, ასე ვთქვათ, სახეობა არსებობას, როდესაც ბოლო მდედრი გადაშენდება, ან ბოლო მამრი გადაშენდება. აი მათი დახმარებაც კი შეიძლება თეორიულად ამ ტექნოლოგიით, რადგანაც გენეტიკური რეპლიკაციით შეიძლება თეორიულად შეიქმნას ის დაკარგული წყვილის ნაწილი, მაგალითად ძუან ხვადი და შესაბამისად გადარჩება ამითი სახეობა. ძალიან ამბიციური მიზანი აქვს ამ კომპანიას და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი განავითარებს გენურ ინჟინერიას. ხოლო გენური ინჟინერია ვიცით, რომ კომერციულადაც ძალიან საინტერესოა, რადგანაც გენური ინჟინერიით შეიძლება განკურნებული და საერთოდ დავიწყებული იქნეს მილიონობით დაავადება, მილიონობით პრობლემა, რომელიც აწუხებთ ადამიანებს და შეიძლება გარკვეულწილად უფრო გრძელვადიანი ცხოვრებისაკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯიც კი იქნეს და სწორედ აი ამ ინდუსტრიის სათავეში არის კოლოსალი, რომელიც იწყებს ამ ნაბიჯების გადადგმას აი ესეთი საინტერესო ცხოველებისა და ფრინველების დაბრუნებით.